თავრობა საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრს ქმნის სკოლა ფუნქციონირებას დაიწყებს საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ერთ წელიწადში და ყოველწლიურად დაახლოებით 1200-1400 საჯარო მოხელის გადაამზადებს. ცენტრს სახელმწიფო დააფინანსებს, ბიუჯეტი 2 მილიონი ვარი იქნება. ინიციატივაზე დღეს მთავრობის ხდომაზე ისაუბრეს. ჩვენ გასულ კვირას დავიწყეთ და ჩვენ პრინციპში უკვე დავამტკიცეთ და მოვიწონეთ მთავრობაზე საჯარო სამსახურის ახალი კანონ პროექტი და გავაგზავნეთ პარლამენტში და ეს მართლაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ამ მიმართულებით. გადავწყვიტეთ რომ ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად იმ დროისთვის უკვე მოვამზადოთ და შექმნილი იყოს საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი. მე ვთხოვე განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინოს, რომელიც გვესწრება აქ, მან მოამზადა ასე ვთქვათ გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ცენტრის ჩამოყალიბება. ეს სკოლა საშუალებას მოგცემს, რომ წელიწადში საწყის ეტაპზე გადავამზადოთ 12-14 საჯარო მოხელე. ასეთ ციფრს, როდესაც ვასახელებ, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ტრეინინგი იქნება როგორც საბაზისო, ასევე თემატური. მინდა აქვე მოგახსენოთ, რომ ეს ცენტრი ძალიან საინტერესო მოდელებს თავაზობს ტრეინინგის. ეს არის მოდულირებული სწავლება, ეს არის ჯგუფური სწავლება, ეს არის shadow პროგრამა ეგრეთ წოდებული. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას უპასუხა. გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ხარჯების 160 მილიონით შემცირება საკმარისია და პრობლემები არ შეიქმნება ვალდებულებების შესრულების კუთხით. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება იწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას და შესაბამისად ჩვენ მოვიძიეთ ალტერნატიული წყაროები იმისათვის, რომ ეს დანაკლისი რაც საგადასახადო შემოსავლების შუქით დავაბალანსოთ. ეს არის როგორც მეოთხე თაობის ლიცენზიები, ასევე დამატებით გრანტები და შემოსავლის სხვა წყაროები. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებას, შესაძლებელია ზოგიერთ ექსპერტს სურდეს, რომ საერთოდ პენსია არ გავცეთ ან სოციალური პროგრამების შევაჩეროთ, თუმცა ამას რა თქმა უნდა არ დაუშვებთ. რაც მცირდება ხარჯვით ნაწილში ეს დაახლოებით 160 მილიონის შემცირება სრულიად საკმარისია და ადეკვატურია იმისი, რა საჭიროებების უდგას წინ ბიუჯეტს იმისათვის, რომ მოემსახუროს როგორც საგარეო ვალდებულებებს, ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმართოს სახელი. დღეს პრემიერმა ფინანსთა მინისტრის განმოიწმინა ანგარიში ჩინეთში გამართული ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. ნოდარ ხადური აცხადებს, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პროექტებს საქართველოში სერიოზული პერსპექტივა აქვს. 28-29 ივნისს პეკინში ხელი მოეწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოწერა 57-მა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ. პარალელურად ნოდარ ხადურს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები ჩინეთის მთავრობის წევრებთან. პეკინში ხელი მოეწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელ დოკუმენტს. დოკუმენტს ხელი მოაწერა 57-მა ქვეყანამ, მათ შორის არის ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო. ეს არის ახალი ბანკი, რომელიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და საკმაოდ სერიოზული კაპიტალი ექნება ამ ბანკს. რამდენი ექნება? ისინი ფიქრობენ, რომ საუბარი არის დაახლოებით 500 მილიარდ დოლარამდე, რომელიც ექნებათ მათ და მომავალში არ გამორიცხავენ ამ თანხის ზრდას. მე მინდა გითხრათ, რომ მე გარდა ამისა მქონდა ორმხრივი შეხვედრები, შევხვდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს და მასთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბრის დროს ჩინეთის მხარემ დაადასტურა, რომ საქართველო მათთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა.